გავილის ნასოფლარს, ხო? ნასოფლარს გავივლით. ლაქიამ ნასოფლარს? ისე ნებოძიერ ყოველდღე ეხა ჯონჯლარებს ვეძახი. ჯონჯლარ. არა, მანამდე ხო ქედი უნდა გავიარო. ქედის წინასალოც ავზავდივართ აქ. ესე იგი, სადაც ავზივართ ეხლა იქ დგას ის ქვის ისა ორი ქვა რა დადებული ერთმანეთს. ქვა არის ქვაზე, დიახ. და ლაპარაკია რომ ესე იგი ლეგენდის მიხედვით სამმაძმამ დადო რა. სამმაძმამ დადო და აი ხა ვავალ სინამდვილეში. ნახოთ რა არის. ძირულისა და ჩხერიმელის წყალგამყოფი ქედის გეცემანის კორტოხზე არის ორი უშველებელი, ერთი მეორეზე შემოდგმული ლოდი, რომელსაც ნებოძირლები ქვათაქვას უწოდებენ. ახლა ძნელი დასადგენია იყო თუ არა ეს წარმართული საკულტო ძეგლი, მაგრამ საგანგებო ნიშს რომ წარმოადგენდა ეს უდავო. იგი თავს დასკერის 4 მხრივ მიმავალ გზებსა და ნაგზაურებს. სოფლის სახელწოდება ნებოძირიც მებოძირიდან მომდინარეობს, რაც გზათა შესაყარს გულისხმობს ძველი ქართულით. მაგრამ გარდა ამისა, ქვათაქვა ქართლისა და იმერეთის მცირე სამეფოთა საზღვრის ერთგვარი ნიშანსვეტიც ყოფილა. საზღვრის ხაზი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ძირულის ნაპირებს მოსდევდა ხეფინის ხევზე. მერე კი ვერტყვილადან სწორედ ნებოძირზე ეშვებოდა. ქვათაქვა ამ ხაზის აღნიშნული ცენტრი გახლავთ. სოფელ ნებოძირს, საიდანაც ამ ადგილებში ამოვედით, მეორე ფილმში გავეცნობით. ახლა კი სამოგზაურო მარშრუტს დასავლეთიდან შემოვყვეთ. სანამ ყვირილას შევერთდებოდეს შოროპანთან ახლოს ძირულა კიდევ ერთ შენაკადს, ორი მელას იერთებს სამხრეთიდან. ამ მდინარეს ვახუშტი ბატონიშვილი ვარძიის წყლის სახელით იცნობს. ორსავე შემთხვევაში პატარა მდინარის სახელწოდება ხეობის ორი უმთავრესი სოფლიდან, ვარძიიდან და ბორიდან მომდინარეობს. ორსავე სოფელში საგულისხმო ძეგლებია შემონახული. სოფელი ბორის სახელწოდები დიდად არ განსხვავდება ამავე ხარაგაულის რაიონში მდებარე ბორითისაგან. ორივე მათგანი მტაცებელი ფრინველის, ბორისაგან ანუ ძერისაგან უნდა მომდინარეობდეს. იგი შეიძლება იმავე ლეგენდის გამოძახილი იყოს, რომელიც ძეგვის მახლობლად არსებულ ბორას უკავშირდება. სავარაუდოა, რომ ხარაგაულის რაიონის ორივე სოფელში თავდაპირველად ეკლესიებს ჰქონდათ მეტსახელად ბორა, მერე კი იგი სოფლებზეც გავრცელდა. შესაძლოა სხვა თქმულებაცა და ვერსიაც იყოს ამის თაობაზე, მაგრამ ჩვენ არ აქვს მენიარა. ბორის წმინდა გიორგის კედლებში 1 მეტრის ნიშნულამდე ქვათაწყობა ადრე შუა საუკუნეებისაა. ზედა რეგისტრებში კი მომდევნო ეპოქათა სუნთქვა იგრძნობა. ტაძარს სამხრეთისა და დასავლეთის მხრიდან 2 კარი აქვს. ამ კარების და საკურთხევლის სწორკუთხა კედელში გაჭრილი 3 ვიწრო და მაღალი სარკმლის ფორმა მე-13-მე-14 საუკუნეებს გვახსენებს. ესაა და ეს ტაძარში სხვა მხრიდან შუქი არ აღწევს. ბორიმელის ორი სათავის შესაყარში მდებარე მეორე სოფელი, ვარძია რომ უფრო სახელოვანი ყოფილა, არა მარტო სახელწოდებაც ხატყობს, არამედ მისგან ნაწარმოები მდინარის ძველი სახელიც, ვარძიის წყალიც. სოფელი, რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ტყეში ჩაკარგული მწყერის ციხის ნანგრევები დაცქერის, დღესაც მხნედ გამოიყურება. ხუთას 50 კომლია სოფელი ვარძია. წყალაფორეთი შედის 450 კომლი, ხიდარი შედიოდა და კიცხის ზონა. ეს 4 სოფელი აქ. რა გვარის ხალხი ცხოვრობს იქ? ძირითადად ხიჯაკაძეები. ხიჯაკაძეები? კი ბატონო, ხიჯაკაძე. ჩიჩილიძე, სარალიძე, აბაშა, წერეთელი. ოქრიპელაშვილები და კოჩაძე და გოგოლიძე და ასეთი ამბეთ ცხოვრობდა მხოლოდ 1905 წელს რევოლუცია რომ მოხდა, მოსული იყო პერი საბერძნეთის პატრიარქის, მოყვა მერე მას, მოყოლია 15 წლის ბიჭი. აქ უნდა გძილიყო. და მოხუცდებოდა ბერი და წავიდოდა ეს და დაცებოდა ეგ. რევოლუციამ ბერი გააქცია. დარჩა ეს ბიჭი. აგიზარდა და გვარი კადიკეთა ძაბუნიდი ძაბუნიცეთ.
არის ბერძენი. ძაბუნიდი იყო და ძაბუნიძე გახდა. კი ბატონო. ძალიან საინტერესო ისტორია. არც მოსახლეს სამი ოჯახი ძაბუნიძე. დიდი ისტორია. ძალიან საინტერესო. 1793 წელს სოლომონ მეფემ ეს ეკლესია გადასცა ბერძენ მღვდლებს, უпростоრად კვიპროსელ მღვდლებს და აქ იჯდა კვიპროსელი მღვდელი. ხო. ამიტომ ქვია ის კიკოს მონასტრის წარმომადგენელი იყო, კვიპროსის კიკოს მონასტრის წარმომადგენელი, მაგრამ თვითონ ეკლესია ეს მერე აღდგა, დანგრეული იყო მანამდე. და არის ვარძიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია, იმიტომ როგორც აქ მოსახლეობაშია შემონახული ლეგენდა თამარ მეფე რო იყო ამ მხარეში, ჩხერისციხეში რო გაჩერდა თამარ მეფე. იქ თურმე დაუსვენებია ეს ხატი და ასეთი მოჩვენება ქონია, რომ ის ხატის სახელზე აი ამ ადგილებში უნდა აიგო ეკლესია და ააგეს ეკლესია და ამიტომაც ქვია ამას ვარძია. როგორც ლეგენდის ჩანაწერი გვეუბნება, თამარმა დაასვენა მუნხატი ღვთისმშობლისა და აღაშენა ეკლესია განმავლობასა შორის თვისასა ათინიითა ხუროთმოძღვრის ხელმძღვანელობითა. როგორც ამ ლეგენდიდან იკითხება, თამარ მეფეს ხუროთმოძღვარი საბერძნეთიდან მოუყვანია. სამტრის პერანგის სრულიად ახალია. შიგნით კი ყველაფერი ისე გამოიყურება, როგორც მე-12-მე-13 საუკუნეებში. ვარძიის ღვთისმშობელში მე-16 საუკუნის ფრესკათა შორის აქა-იქ უფრო ძველი მხატვრობის ფრაგმენტებიც გვხვდება. ტაძარი, როგორც ჩანს, თემურლენგის 1399 წლის ლაშქრობის დროს დაინგრა. 1777 წელს ტაძრის პერანგი და სამრეკლო საკუთარი ხელით განუახლები აქაური მონასტრის წინამძღვარსა და არქიმანდრიტს ნიკოლოზ ყიფიანს. როგორც სამრეკლოს სამხრეთ კედელზე წერია, წინამძღვარს იმერეთსა და ქართლში ამაოდ უძებნია გამოცდილი გალატოსი და ბოლოს თავად მოუკიდია ხელი ამ საქმისათვის. მომდევნო ხანებში კიკოს მონასტრის ზედამხედველობის დროს ტაძარი განსაკუთრებით გაუმშვენიერებია იონიკიოს არქიმანდრიტს, მაგრამ მერე და მერე საქმე უკან წასულა. მომხდარა ისეც, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესიის პერანგის ქვები სოფლის ატალახებული გზების გასამყარებლად გამოუყენებია. 1905 წლის რევოლუციის დროს, როგორც უკვე თქვა, მამია ხიჯაკაძემ გლეხებს სრულიად დაურბებიათ მონასტერი და ჩამოსული არქიმანდრიტიც გაუქცევიათ.
ვარძის ზევით ბორიმელის ხეობის ყველაზე მაღალი დასახლება სოფელი ხიდარია. აქ მე-17 საუკუნეში დიდი ორნავიანი და შვერილაბსიდიანი ეკლესია მდგარა, მაგრამ ომარ ხანს დაუნგრევია. მე-19 საუკუნეში სოფელს ბერძენი ოსტატი მოუყვანია და თავისი სახსრებით კვლავ ფეხზე დაუყენებია საყდარი, რომელიც უკვე მე-20 საუკუნეში 1939 წელს სოფლის აქტივისტებს დაუნგრევიათ. კურიოზად უნდა ჩაითვალოს ის ამბავი, რომ ტაძრის დანგრევას თურმე პარტიის რაიკომის პირველი მდივანი ეწინააღმდეგებოდა მაშინ, მაგრამ უბილ ადამიანებს ისიც მოუტყუებიათ და მოსახლეობის ყალბი ხელმოწერები წარუდგენიათ. უფრო ადრე 1917 წელს ეკლესიასთან არსებული მოზრდილი სამრევლო სკოლას დაურბევიათ. ტაძარი სულ ახლახანს 2010 წელს აღუდგენია სოფელს ხელახლა, მაგრამ იგი შედარებით მცირე მოცულობისაა. ბორიმელის ხეობიდან ჩხერიმელის ერთ-ერთი შენაკადის ჯონჯოურას ხეობაში გადავდივართ. აქ ყველაზე დიდი სოფელი ვანია. ვარძის არ იყოს ვანი და ვაჰანიც ჯავახეთიდან გადმოტანილი ტოპონიმებია. ვაჰანს მომავალ ფილმში გავეცნობით, ახლა კი ვანის ეკლესია მოვინახულოთ. ხიდრის ეკლესიის მსგავსად ვანის წმინდა გიორგის ორნავიანი საყდარია, მაგრამ იგი გაცილებით ადრინდელი მე-9-10 საუკუნეების ნაგებობა. მოკლედ ერთი სიტყვით შეიძლება თქვათ, ჩემი გოგიტა რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო უნიკალური ძეგლია ჩხერიმელის ხეობაში. ეს მე-9 საუკუნეების, უფრო მე-10 საუკუნის დასაწყისი ძეგლი ორნავიანი და განსაკუთრებით ის საინტერესო თავისი შიდა მხატვრობით ახლა შევავდა ვნახავთ შიგნით. ხუთი მხატვრობასთან დაკავშირებით, აღმოსავლეთი მხარე საკურთხევლის მხარე და განსაკუთრებით კარგად არის შემონახული დასავლეთის მხარე, სადაც ეგ ეს ქტიტორები, ხო, ჯვარცმაიგი და ის აბაშიძის აქ ქტიტორი არის ერთ-ერთი. ქვევითაც კიდე ქტიტორები არიან აქ აბაშიძეები, მეფე ალექსანდრე მეორე. აქეთ წმინდა მამებში ერთ-ერთი აბაშიძეა. წინამძღვარი ამ ეკლესიის მე-16 საუკუნის დასაწყისის. ორნავიანი ტაძარი, ნახეთ, ძალიან ბევრი საინტერესო ფრესკა არის. მე-16 საუკუნეში ეს ფრესკები მოხატული 1505-1510 წლებში ესე. ამიტომ ახლა დიდად განსაცვიფრებელი მხატვრობა არ არის. სხვადასხვა ეს მხატვრობა რაღაცით დგავს ტაბაკინის მხატვრობას. და კიდევ აქვე ბურითში რო არის ეკლესია. ბურითის გადაღმა მხარეს სავანეთი ქვია, იქაც ესეთი მხატვრობა მე-16 საუკუნის და თვითონ ტაძარი თავისი არქიტექტურული ნიშნებით, ხუროთმოძღვრული ნიშნებით არის მე-10 საუკუნის დასაწყისის. თუმცა მე გადაკეთებულები არის რამდენიმე დეტალი. ეგ საინტერესო მაგალითად კაპიტელების გაფორმებაც იქითკენ. ახლა კაპიტელი ეს არის ამას პილასტრი ქვია და ზემოთ კაპიტელი როგორი ახედავთ, თან შეღებილია სინგურით ის თაღების შიგნით. ნაწილი შირიმის ქვით არის აგებული, ნაწილი სხვა ქვით. მოკლედ აქეთკენ არის
ნავი, აი ეს არის ჩრდილოეთიდან მიდგმული ნავი. ამიტომ არის ტაძარი ორნავიანი. აქაც არის ხატობის კვალი, აქ ამ კედელზე. აქეთკენ არის საბატონო ხატვი. აქეთ ნახეთ საინტერესოა, აქეთაც საინტერესოა ძალიან. ეს აღდგენილია, კარგად არის დამუშავებული, რესტავრირებულია ფრესკები, რაც კი შესაძლებელი იყო და ხო. ხედავ. მაგრამ ჩანს თვითონ ტაძარი თავიდანვე ვაშენდა. მოსახატად იყო გამზადებული, არიცი მაშინ მოხატეს თუ ვერ მოხატეს, მაგრამ მოსახატად არის გამზადებული, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ესეთი გადახურვა ასეთი ქვებით არ იქნებოდა, შეგინთ უფრო თლილი ქვები იქნებოდა, მაგრამ გასალესად იყო. ინტაჯო გათვალისწინებული შეიძლება მაშინვე ვერ გალესეს და დარჩა ის და მე-16 საუკუნეში გალესეს. შეიძლება იყო ადრე ფრესკები და ჩამოსვიდა ისინი და ეს ახალი. ტაძრის კედლებზე, როგორც ითქვა, მისი აღდგენლები მე-16 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე აბაშიძეები არიან გამოსახულნი. სამხრეთ კედელზე ხელაპყრობილი ივანი აბაშიძე ჩანს. დასავლეთის კედელზე ვოსტევან აბაშიძე, მისი მეუღლე აზმად, ანუ ასმად და მათი ყმაწვილი. ამ ფრესკის ზევით საუფლო სცენებში მთელი ტანითაა ჩართული იმერეთის მეფე ალექსანდრე მეორე. აღდგენილი ტაძრის ქტიტორი, გელათის მონასტრის წინამძღვარი მელქისედეკ აბაშიძე საკურთხევის მხატვრობაში წმინდა მამების რიგშია მოთავსებული. ყველა ეს აბაშიძე უბისური შტოს წარმომადგენელია. ვანის წმინდა გიორგის ხარაგაულის რაიონის კულტურული ისტორიული ძეგლებში წამყვანი ადგილი უკავია. როგორც ტაძრის ერთ-ერთი სარკმლის უცნაური ფორმა და სამჯვრიანი სიმბოლიკა მოწმობს, იგი თავდაპირველად სამების სახელობისა ყოფილა. ვანის საყდარმა როგორც სულიერების სკელამ, მას შემდეგ აღიდგინა ფუნქცია, რაც აქ 1917 წლის შემდეგ სულ ახლახან განაახლა წირვა დეკანოსმა მირიან რამიშვილმა. იქ, სადაც ჯონჯოურა ჩხერინებას უერთდება, მარჯვენა სანაპიროზე და რკინიგზის გადაღმა მთაზე აღმართულია ჩხერის ციხე. ეს ბასტიონი მე-15 საუკუნეში იმგვარად აუგიათ აბაშიძეებს, რომ სამი მხრიდან მიუვალია.
ციხესიმაგრეს, რომელშიც ქართლის მეფემ ვახტანგ მეექვსე მიქორწინა, მე-18 საუკუნის 70-იან წლებში დიდი ხიფათის წინაშე აღმოჩნდა. მას ოსმალოს 4000-იანი ლაშქარი მოადგა. ღალატის მიუხედავად მტერმა მაინც ვერ მოახერხა მისი აღება. სოლომონ მეფის დასახმარებლად ერეკლე მეორე დაიძრა და ფაშამ განზრახვაზე ხელი აიღო. უფრო მეტიც, ჩხერის ციხის ძირში დაბანაკებულმა იმერეთის მეფემ იქით შეუტია პოზიცია დაკარგულ ფაშას. 2400 მეომარი დაუხოცა და 600 ტყვედ ჩაიგდო. გადარჩენილმა ოსმალებმა ძლივ ჩააღწიეს ახალ ციხეში. რა ერქვა ამ მდინარეს ადრე ძნელი დასადგენია. მე-15 საუკუნიდან ის სწორედ ჩხერის ციხისაგან მიიღო სახელი ჩხერიმელა. აქედან აღმოსავლეთით გზავრობას მეორე ფილმში გავაგზავნებთ და ისეთ ძეგლებს გიშვენებთ, როგორებიც ბაბისწმინდა გიორგი, ვახანის ციხე, ნებოძირის ეკლესიები და ნუნისის კომპლექსია.